ყველიერის კვირის კვირა ეს არის დღეს ეკლესია იხსენიებს ადამის 60-დან განდევნის დღეს. რა თქმა უნდა, არა შემთხვევითი რომ პირველთვის წინა დღეს არის ხსენება აი ამ ამბისა, ჩვენი წინაპრების ქმედებისა. მინიშნება იმაზე, რომ სწორედ ადამმა მართვის დარღვევის გამო დაკარგა ღვთის სასუფეველი. ცნება, რომელიც მიცემული იყო მისთვის სამოთხეში, რომ მას არ ეგემა ერთ-ერთი ღვთის ნაყოფი, ეს არის სახე მართვისა. ჩვენ აი ამ ამბით მოგვეხსენება, რომ დარღვევა მართვის არ არის მარტივი რა. ეს არის მოცემული ცნება ღვთისგან, რომელიც უნდა ადამიანმა შეასრულოს. პატარა ამონარიდები ადამის გაცემიდან მომისმინოთ, ეს დოგმატი, ეს სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკლესიისთვის. ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან, თუ რაც ტომილება მოხდა ადამიანისგან. და აი ეს ეკლესიოლოგიურ ცხოვრებაში მათ უჩნდებათ არასწორი წარმოდგენა. წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი საუბრობს ამ თემაზე. მას შემდეგ, რაც ადამიანის სხეული მიწაზე და მიწისგან შეიქმნა, შთაბერა მას ცოცხალი სული, რომელიც სულეთმიერ იყო განსხვავებული. ყოვლის შემძლე შემოქმედს ადამიანი დედამიწიდან სამოთხეში აღავს და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი იგი, რომელიც დაბადა. ამბობს წმინდა წერილი. და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა, საქმეთ მისა და დაცვად. სამოთხის შუაში იყო სიცოცხლის ხე, მისი ნაყოფის ჭამით ნარჩუნდებოდა ადამიანის სხეულის უკვდავება. სამოთხის შუაგულში კიდევ ერთი ხე იყო, სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე. უფალმა, რომელმაც პირველი კვირები სამოთხეში შეიყვანა, უბრძანა ადამიანს. ყოვლისაგან ხისა, რომელი არს სამოთხესა, ჭამით ჭამოთ, ხოლო ხისა მისგან, ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა, არა სჭამოთ მისგან. რამე თუ რომელსა დღესა სჭამოთ მისგან, სიკვდილით და მოკვდეთ. ეს ცნება ბევრ რამეს ხსნის. აშკარაა, რომ სამოთხის ხეების ნაყოფები, როგორც ზემოთ ნახეთ, გაცილებით უფრო ნატიფი და ძლიერია, ვიდრე დედამიწის ნაყოფები. ისინი მოქმედებს არა მარტო სხეულზე, არამედ გონებაზეც და სულზეც. ერთი ხე იყო სიცოცხლის ხე, მეორე ხე კი სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე. ეს ცოდნა ინახებოდა, გადადებული იყო ალბათ ქმედებითა და სამოთხის დაცვის სრულყოფილებისთვის, ახლად შექმნითათვის ნაადრევი მოუყდენებელი იყო. ანუ ადამი ამქვეს მაინც მიიღებდა, ჯერ მისი ჭამა იყო ნაადრევი მისთვის. იმ დროს, როცა ჩვენი წინაპრები სამოთხეში ყვებოდნენ, ზეციური ძალების
დაცემული თავადი უკვე ზეციდან დამხობილი ბნელი ანგელოზების მრავალრიცხოვანი გუნდით დაეხეტებოდა ცის ქვეშეთში. ღვთის გამოუკლებელი განგებულებით მას 60-ში შესვლის უფლება ჰქონდა, როგორც ისეთ ბოლოდმოქმედს, რომელიც ჯერაც სავსებით უნუგეშო არ არის. ღვთის ეს სიკეთე, რომელიც შეცდომილს ცოდვის შეგნებისა და მისი მონანიებისკენ მოუწოდებდა, სატანამ ახალი დანაშაულის გაზრდან გამოიყენა, რათა საკუთარი თავი ღვთის გამოუსწორებელ წრად დაებეჭდა. ეშმაკი 60-ში შევიდა. 60-ში სიცრუესთან ერთად ღვთის გმობა გააჟღერა და 60-ში თავისი ყოფნა პირველ გმირ ადამიანების დაღუპვით აღნიშნა. ისე როგორც ადრე ზეცაში თავისი ყოფნა ურიცხვი ანგელოზების დაღუპვით აღნიშნა. ის ქალს მიუახლოვდა, ანუ ევას, როგორც უფრო სუსტ არსებას და თითქოს არ იცოდა ღვთის მცნება მზაკრული კითხვა დაუსვა. რა იარს ესე? გამოდო თქვა ღმერთმა, არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისასამოთხისა, ის ყოვლად კეთილ ღმერთს სიკეთის ნაკლულად წარმოაჩენს, ხოლო ღვთის წმინდა და კეთილის ყოფილ მცნებას სასტიკად და მძიმედ. სატანამ დაინახა, რომ ქალმა ერთგვარი ნდობით გაუგვა საუბარი და მისი სიტყვების უარსაყოფად ცნების ზუსტი სიტყვები წარმოთქვა. ნაყოფისაგან მის ხისა, რომელ არს შუა 60-ისა, თქვა ღმერთმა, არა სჭამოთ მისგან, არცა შეეხლეთ მას, რაითა არა მოხვდეთ. ბოლოდმოქმედი პირდაპირ სადავოდ ღვთისმცნების სამართლიანობას და მის უარყოფას იწყებს. საშინელია მისი კადნიერი და მტრეხელური სიტყვების გამეორება. არა სიკვდილით მოხვდეთ, თქვა მან, რამე თუ უსყოდა ღმერთმა, ვითარმეთ რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, გაგეხსნეს თქვენ თვალნი და იყვნეთ ვითარცა ღმერთი, მეცნიერ კეთილისა და ბროტისა. მიუხედავად გველის სიტყვების აშკარა შხამისა, ასე უწოდებს წმინდა წერილი დაცემულ ანგელოზს, ქალმა ისინი მიიღო. მან დაივიწყა ღვთის ცნებაც და მუქარაც. საკუთარი გონების ხელმძღვანელობით ხის თვალიერება დაიწყო, რადგან ეშმაკის სიცრუისა და სასტულისგან გადაიხარა. ხის ნაყოფი მას საჭმელად კარგი ეჩვენა, ხოლო სიკეთისა და ბოროტების შეცნობა საცოდნელად საინტერესო. მან შეჭამა ხისგან და კაციც დაიყოლია ეჭამა. საოცარია, რა იოლად მოხდა წინაპრების დაცემა. განა ეს მათი შინაგანი განწყობით არ იყო მოზადებული. ხომ არ მიატოვეს მათ 60-ში შემოქმედის ჭვედა, ხომ არ მიეცნენ თვნილებისა და საკუთარი მოხდენილობის ჭვედას. ჩვენიერია საკუთარი თავისა და თვნილების ჭვედა, მაგრამ ღმერთში და ღვთისგან მოშორებასთან ერთად იგი დამღუპველია, რადგან თავის ამაღლებისა და დიდი წარმოდგენისკენ მიხავს. ასეთ განჟამდე მივყავართ წმინდა წერილს, როცა ამბობს, რომ ქალმა, როცა ეშმაკის ლაპარაკი მოისმინა და იხირა დედაკაცმან მან, რამე თუ კეთილარს ხე ჭამად და სათნო თვალთათვის ხილვად
და მშვენიერ განცდად და მოიღო ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსაცა თვისა მისთანა და ჭამის. ანუ ადამი და ევა ხედავენ ამ ნაყოფს, მათთან არის ღვთის მადლი, მათი ხედვა სულიერია, ის ჩვეულებრივი ხია ერთ-ერთი, როცა უკვე მათში დაიწყო ერთგვარი გაუწყოება ღვთის მიმართ, მათ შორდებათ უკვე მადლი ღვთისა და ევა როგორც ხორციელად უყურებს აი ამ ფეს, რომ საამურია ხედვად და სასიამოვნო საჭრელად. იგივე იყო ეს ხე, მაგრამ მანამ ევა სხვა თვალით უყურებდა და ეხლა მას აუწევს სხვა თვალით უყურება. აჩქარაა, რომ წინაპრები ღმერთს ეურჩნენ და რადგან ეშმაკის მორჩილებისკენ გადაიხარნენ, ღმერთს თვითონვე გაუგზავნდნენ. საკუთარი თავი ეშმაკის მონებად თვითონვე გაიხადეს. ცნების დარღვევისთვის მათთვის აღკუნვა სიკვდილმა მაშინვე მოიცვა ისინი. სულიწმინდა, რომელიც მათში ცხოვრობდა, მათგან წავიდა. ისინი საკუთარი ბუნების ანაბარად არჩნენ, რომელიც ცოდვის შხამით დასნეულდა. ეს შხამი ადამიანის ბუნებას ეშმაკმა გადასცა თავისი გახსნილი ბუნებიდან, რომელიც აღსავსეა ცოდვითა და სიკვდილით. წინაპრების პირველი ცოდვითი გრძნობა სირცხვილის განცდა იყო, რომელშიც არის უნებური და სავალალო აღიარება შინაგანად მცხოვრები ცოდვისა, რომელმაც შეცვალა მათში ყოფილი ბინადარი სულიწმინდა. ისინი მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ და უმალ ლეღვის ფოთლებისგან მისაფარებლები გაიგეთეს, რათა სხეულის ნაკლებად მშვენიერი ადგილები დაეფარათ, რომლებშიც დაცემამდე სიმახინჯეს ვერ ხედავდნენ. ისინი როგორც ახლაც ვერ ხედავენ მას ჩვილები, რომელთათვისაც უცხოა ცოდვილი გულისხმა. ადამის სული მოკვდა, ამბობს წმინდა გრიგოლ პალამა. ურჩობით ღმერთს გაშორებული, რადგან მან სხეული მას შემდეგ, მის შემდეგ 930 წლამდე იცოცხლა, მაგრამ სიკვდილი, რომელიც დაუმორჩილებლობის გამო ეწვია სულს, არა მარტო სულს აქცევს უვარგისად და ადამიანს წევდას მოაწევს, არამედ თვით სხეულსაც, რადგან მას მრავალ უძლურებას, მრავალ სნეულებას და ხსნას დაუმორჩილებს და ბოლოს სიკვდილს მისცემს. ადამი, ამბობს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, ცოცხლობდა და მკვდარიც იყო, მოკვდა იმ წუთიდან, როცა იგემა აკრძალული ხისგან. ყველგანყოფი ყოფობა ბუნებრივია ღვთისთვის. იგი სამოთხეშიც იმყოფებოდა წინაპრების შეწოდების დროს, მაგრამ მან თავისი ეს ყოფნა შუადღისას სამოთხეში სიარულით გამოავლინა, როცა წინაპრებმა დანაშაული უკვე ჩაიდინეს. სავარაუდოდ მათ დაახლოებით შუადღისას იგემეს აკრძალული ნაყოფი, იმიტომ რომ ღმერთკაცმა ამ დროს გაშალა ხელები ჯვრის ძელზე, როცა ძელზე ხელების მიმშალვით გამოისყიდა წინაპრების ხელების აკრძალული ხის ნაყოფისგან კადნიერი გაწვენა. წინაპრები პატიმდებულნი იყვნენ თავისუფლებით და თავისუფლების პირობებში ხელმძღვანელად ღვთაებრივი სიბრძნის ხელი ჰყავდათ. სამართლიანობა მოითხოვდა, რომ თავისუფლებას გამოხატვის საშუალება თავისი ნებისაებრ მისცემოდა. იგი
თვითმკვლელობის გამოხატვა, თვითმკვლელობის გამოიხატა, როგორც კი წინაპრებმა თავი დაისმოდეს. მოწყალე უფალი უჩნდება წყნულის განსაკურნებლად ადამს და ევას და ეს მახმაი უფლისა ღვთისაი მავალისაი სამოთხესა შინა მიმწუხრი. ერთმანეთისგან ლეღვის ფოთლებით დამალული წინაპრები შეესადნენ ღმერთსაც დამალულდნენ სამოთხის ხშირ ხეებში. ისინი დავდნედნენ უეცრად. უფალმა მოუხმო ადამს სიტყვებით, ადამ სადა ხარ? წმინდა მამების განმარტებით ეს სიტყვები უდიდესი მოწყალებისა და გულშემატკივრობის სიტყვებია. ისინი გულისხმობს, რა უბედურებაში ჩავარდი, რა ღრმა და სავალალო დაცემა გეწია. ადამ სადა ხარ? დაბნელებული ცოდვირს არ ესმის ხმა, რომელიც ცოდვის შეგნებისკენ და მისი მონამიებისკენ მოუწოდებს. ის ცდილობს თავის გამართლებას და თავის მართლებით ამბობს. ხმაი შენი მესმა, ამბობს იგი, გვიდოდი რა შორის სამოთხესა და შემეშინა გამოთუ შიშველ ვარ და დავიმალე. ადამს ბუნება შეეცვალა. დაცემის შემდგომ ის მანამდე არის ყოველთვის ღვთის ხელში, ის სამოთხეშია, ღმერთი მას ზრდის, ასწავლის, იღებს ღვთისგან მადლს, წყალობას ადამი, მის უბეში იზრდება, მოდი ასე ვთქვათ. დაცემის შემდეგ ადამი ღმერთს გაუგვის და მას ემართება. როცა ღმერთმა ყოველივე შექმნა და მათ შორის ადამიანის, ადამს დაავალა მას ყველაფერზე საყელი დაერქმია. ანუ ადამს არ ეშინია ღმერთის. პირიქით, ღმერთმა ადამი დასვა რაღაც შემაღლებულ ადგილას და ადამი არქმევს სახელებს ყველაფერს. თქვათ მოვიდა ცხოველი, მაღალი ყელი აქვს. ეს ჟირაფია. ამბობს ადამი. მოვიდა მეორე, ეს ლომია, ეს ცხენია, ეს პილოა. ანუ ღვთის ხელში არის ადამი, ღმერთი მას აძლევს, ნიჭებს და ადამიანს არ ეშინია ღვთისა. დაგვისა მადლში. ადამი დაეცა და მას გაუჩნდა უკვე ღვთისა. ის გაურბის ღმერთს. ანუ ადამიანის ყოფნა სამოთხეში დამსჯელია უკვე. ის აი ამ ნათელს ღვთის ბუნებას ვეღარ გულობს და მას ემალება. ხილებული ისევ არ აღიარებს, არ ინანიებს, თამამად ეუბნება ღმერთს. ბედაკაცი, რომელი მომეც ჩემთანა, მან მომცა მე ხისგან დავჭამე. ამ სიტყვებს ერთი წმინდა მამას შენიშნით ასეთი მნიშვნელობა აქვს. უბედურება, რომელიც მეწია, შენგან მოვიდა. ანუ ადამიანი ღმერთს აბრალებს. შენი ბრალია, შენ მომიყვანე მე ბედაკაცი და მან მასწავლა. აი რა არის ცოდვის ბუნება. ჩვენ ხოს უესებად. სახსარება იქნება, თქვა საუბარი იქნება, შენ ყოველთვის ცოდვა სხვას აბრალებ. და არა შენ თავს. განა მე შემეშალა. განა თქვათ, აი თქვათ, განა მარხვა დავარქვი, დამერღვეინა. ანუ გარემოებამ დამარღვევია, განა მე დავარღვია. რაღაცის გამო, რა ვიცი, შიო და მწყურო და ვერ მოვითმინე ეს იყო, არა, განა მე დავარღვია, თქვი. არა, დამერღვეინა. ჩაგიხდა პირში რაღაც საკვები? თქონდა არა, შენ შეჭამე, ხო? აი შენ ცდილობ გადააბრალო რაღაცა სხვას. აი ძალმა რაღაცა დააკეთა და ამის გამო ავყეხი.
ანუ მაინც მას დააბრალე. ქმარი გვიან მოვიდა და რაღაცა გავაკეთე და მილიონია ხო ესეთი. შენ ყოველთვის ცოდვა სხვას აბრალებ. და ასე ადამიანს ნახეთ. ღმერთო შენ რომ მომიყვანე. დედაკაცი იმან მასწავლა. განა მე შემეშალა. ღმერთს უნდა რომ ადამი აღიაროს. შემინდე უფალო. შემეშალა მაპატიე შეუცდი. არა ჩემ ბრალი. აი მის ბრალია. და ეს ვინ მოიყვანა? შენ მომიყვანე ეს ხალი მე. მისი ბრალია. დედაკაცი რომელი მომეცნე ჩემთანა უგზნობი ადამიანისგან უფალი ცორზე გადადის. მოწყალეთ ეუბნება მას. რა ეს ხავ ამიტომ ევამაის შეინახოს და მან აღიაროს. მაგრამ არც სული ინანიებს. არ ითხოვს შეწყალებას. თავის გამართლებას გველის განადჟავლებით ცდილობს. ჩვენი წინაპრები ბოროტების შეცდობით ღრმად დაზიანებულნი, რომელთაც ელვასავით შეაღწია გონებაში, გულში, სულში, სხეულში თავიანთ ცოდვას არ აღიარებენ. თავს ამაყად და კადნიერად იმართლებენ და ღვთის განაჩენსა და სასჯელს დაექვემდებარებიან. დაისაჯა პირველ რიგში გველი, როგორც დანაშაულის წამომწყები და მოთავე. შემდეგ იგი ცოლს, როგორც მცნების პირველ დამღებს და ქმრის სიკვდილში დამნაშავეს. კვირის შვიდეულის მეექვსე დღეს არასკევს ჯის, რადგანაც კვირის შვიდეული კვირა დღიდან იწყება. ძველ დროში საათებს მზის ამოსვლიდან ითვლიდნენ და არა შუაღამიდან. ამიტომ მეექვსე ჟამი ეს არის დრო შუადღე. დაახლოებით შუა დღისას პარასკევს უფალმა ჯვარს მიაღწვალა ადამიანის კადნიერი ცოდვა. სამყაროს შექმნიდან მეექვსე დღეს ჩადენილი, ანუ კვირის შვიდეულის იმავე დღეს და დღის იმავე დროს. ანუ მაცხოვარიც ჯვარზე გაეკრა პარასკევს და შუა დღეზე. მას ადამიანის ცოდვა გამოესყიდა. ხელები გაშალა, როგორც ადამიანმა გაიწოდა ხელი და მოწყვიტა და მიიღო ევასგან აი ეს ნაყოფი, ღმერთმას განკაცებულმა ხელები გაშალა ჯვარზე. მე აი ეს ცოდვა მაინც და მაინც აღმოეყურა. და ბოლოს ღვთის სასჯელი ეწევა ქმარს, როგორც ცოლის მორჩილებისთვის, ღვთის მორჩილების უარყოფილს. გველი ეშმაკი საბოლოოდ უარყოფილია. იგი სავსებით თავისი ბოროტების ამარაა დარჩენილი. ღვთის მადლმა უარყო მასთან შეხება ნებისმიერი კეთილი განზა, რომელიც ზეცას შეეფარება. მუცელსა ხვიდოდი და მიწასა სჭამდი, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა. ტერობა დამყარდა ეშმაკსა და ქალს შორის, ეშმაკის თესლსა და ქალის თესლს შორის. ანუ ერთი მხრივ ეშმაკსა და მის თესლს მის მიერ დასაყობად წაყვანენ ანგელოზებს ეშმაკსა და მის თესლს ცოდვასა და მეორეს მხრივ ქალსა და ქალის თესლს, ანუ ღმერთკაცს, რომელიც კაცობით მხოლოდ ქალის თესლია და მის მორწმუნე ადამიანებს შორის, რომლების შემოსულები არიან ღვთის მთელი საჭურველით. ამ მტრობისა და ბრძოლის დამყარებით გამოცხადა, რომ ქალის შთამომავალი ღმერთკაცი გველს თავს გაუჭეჭყავს. ამ მტრობისა და ბრძოლის დამყარებისას ღმერთკაცის მიმდევრებს დაევალათ თვალი ადევნონ გველის თავს, ანუ ეშმაკის ყველა წამოწყება თვით თავდაპირველი გულესიტყვაში შეიცნონ და უარყონ.
ეშმაკისთვის დაშვებულია როგორც უფლების ხონესთვის, ვინაიდან ადამიანები ნებაყოფლობით დაემორჩილდნენ, რომ თავს ესმოდეს ქალისთვის მისი მიწიერი მოგზაურობის დროს და მის ქუსტს თვალს ადევნებდეს. და ეშმაკი თვალს ადევნებს ქრისტეს მიერ ყოველი მართლის ქუსტს, მართალი აბელიდან უახლოეს დროების მართლამდე. იგი აღვირახსნილი ბოროტებითა და თავხედობით დაბნელებული ღმერთკაცის თავდასხმას არ შეწყვეტს. ქალს მრავალი სალმობა დაეკისრა და უპირატესად შობიარების ტკივილები. იგი ქმარს არის დამონებული. ადამს დაეკისრა შრომა საკვების მოპოვებისთვის. მის გამო დედამიწა დაიწყება. მთელი მიწიერი ცხოვრება ამ ტანჯვის ასპარეზად არის ქცეული, ხოლო მათ დასასრულს სხეულის სიკვდილი. განაშენის გამოცხადების შემდეგ ადამი და ევა 60-დან დედამიწაზე განედევნენ და დაემხნენ. მაგრამ დაცემული ადამიანის არსებითი სასჯელი სულიერი სიკვდილი იყო, რომელმაც იგი განგმირა დაუყოვნებლივ ცნების დარღვევისთანავე. მაშინ დაკარგა ადამიანმა მასში დამკვიდრებული სულიწმინდა, რომელიც თითქოს ადამიანის მთელი არსების სულს შეადგენდა და დარჩა საკუთარი ბუნების ანაბარა, რომელიც ცოდვით დასნეულებული და დემონების ბუნებას ნაზიარები იყო. სიკვდილსა და ცოდვას დამორჩილებისაგან ადამიანის შემადგენელი ნაწილები გაითიშა და ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო. სხეული წინააღმდეგობას უწევს სულს. სული საკუთარ თავს ებრძვის. მისი ძალები ერთმანეთს ედავებიან. ადამიანი სრულიად აშლილია. სურვილის ძალა გადაიქცა ავადმყოფური გაუმაძღარი ჟინის შეგრძნებად. ვაჟკაცობისა და ენერგიის ძალა გადაიქცა სხვადასხვა სახის რისხვად. გახელებული წინვარებიდან დახვეწილ აღვირახსნილობამდე. ღმერთთან გაუწყოებულმა სიტყვიერების ძალამ შესაძლებლობა დაკარგა. იმართა ნებელობისა და ენერგიის ძალა და მათი სწორად წარმართვის უნარი. უფრო მეტიც სული თვითონ დაემონა ცოდვას. მას წირავს განუწყვეტელ მსხვერპლს მზაკრობით, თვალთმავსობით, ციცრუით საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით. იგი იბრძვის და დალობს საკუთარ თავში, საკუთარ თავთან და აღაგზნებს ადამიანის მთელ არსებას სხვადასხვა არასწორი და აღვირახსნელი აზრებით, რომლებიც აღზრავს ყველაზე მტკივნეულ შეგრძნებებს, რომლებსაც ამაოდ ამხელს სულის ცნობიერება, ანუ სიდისი, მოკლებული სიძლიერესა და ჭეშმარიტებას. ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანში მისი დაცემის შემდეგ შეიცვალა. მსგავსება, რომელიც იყო ადამიანის თვისებების ბოროტებისგან სრული გაუწყოება ბოროტების შეცნობითა და მისი ამ თვისებებისგან გადაცემით განადგურდა. მსგავსების განადგურებით ხატება დამახინჯდა. გამოუსადეგარი გახდა, მაგრამ მთლიანად არ განადგურებულა. დაე შევიმოცნოთ ამბობს წმინდა დიმიტრი როსტოველი, რადგანაც ღვთის ხატება ურწმუნო ადამიანის სულშიც არის. მსგავსება კი მხოლოდ სათნო ქრისტიანებშია. როცა ქრისტიანი მომაკვდინებლად სოდავს, მაშინ მხოლოდ ღვთის მსგავსებას კარგავს და არა ხატებას. და თუნდაც საუკუნო სატანჯველი მიესაჯოს, ღვთის ხატება იგივეა მასში სამუდამოდ.
მსგავსება კი უკვე ვეღარ იქნება. ეკლესიაც გალობს ხატი ვარ უსაზღროისა დიდებისა შენისა მეუფეო რაღაცა თუ მოსიალმე წყულებანი შესადებათანი შევიწყალე ქმნილი შენი და გამწმინდე მე სახიერებითა შენითა და საწადებისაგან მის მამულისა მკვიდრობისა ყველა მომანიჭე მე. აი და გავშვებდეთ. ეს საუბარი კიდე გრძელდება. წმინდა მამა ხსნის სიღრმისეულად ადამიანის დაცემამ ადამიანს რა მოუტანა. ადამიანმა დაარღვია ღვთისმსნება, ის გაუძღოვდა ღმერთს, მან დაკარგა 64 ედემი ადამიანის გამო დედამიწაზე შემოვიდა სიკვდილი, ავადმყოფობა, ხრწნადობა. დღემდე ადამიანი ამას უქმდებარება. აი ჩვენ ძალიან ხშირად მოვისმენთ, როცა მონადგენი დედატირის ღმერთო შვილი რატომ მომიკავე. ან ჩემ შვილს სენი რის გამო დაემართა. არა სწორი ადამიანის დანაშაული ღმერთს მიაწყება. ძირი ცოდვისა, სიკვდილისა, ავადობისა არის ადამიანის ცოდვა და არა ღმერთი. ადამიანის ცოდვა შემოიტანა ყველანი სიკვდილი. დაავადება, ხსნადობა და სხვა მაგიერებელი. და ჩვენ აი ადამიანის გაუცნობიერებელი ამას ღმერთს მიაწერს. არა, ღმერთს სიკვდილი არ შეუძლია. სიკვდილი შემოიტანა მცდების დამხმარებლად. რა მცდებისა? მართვის დამხმარებლად. აი ადამიანის ცოდვა ჩვენ არ მოგეცემა თაობიდან თაობაში. როგორც თქვა წყაროს თავი თუ მოიწამლა მთელი წყალი მოწამლულია. რაც მისგან მოდის. სათავე მოწამლულია, ყველაფერი იწამლება. ადამიანი ცოდვაშია, მისგან ჩვენ მოდივართ ყველანი. შვამან ხატებისა და ღვთისისა ჩვენს იგივე ცოდვას ვექმნებარებით. გაკაცებულმა ღმერთმა ადამიანს ცხონება მოუტანა. ჩვენ ვისაც ვწავს ავღანი ქრისტე, ვინც მოვინათლეთ მის სახელით, აი ეს ადამიანის ცოდვა განხარდება მაშინ. თუ ადამიანი არ ინათლება, ის გიეს აი ამ ადამიანის ცოდვაში. აი ამიტომაც დღეს დასმული კითხვა, რომ მამაო, რატომ ვერ სხონდება ადამიანი სხვა რწმენაში? ის ხომ კეთილია, ის ხომ სიკეთეებს შადის, შეიძლება ვარხულობს, ლოცულობს, მაგრამ მასია ადამიანის ცოდვა. ის მოწყვლული არის აი ამ ნებით. ადამიანის ცოდვით სამოთხეში ვერავინ ვერ ხვდება. მთელი კაცობრიობა აი ამ ცოდვას გაემგვა. შენ თუ ინათლები, გეტევება ეს ცოდვა, გეხსნება სამოთხის კარი, მე შეზია დამოკიდებული. თუ მოღვაწეობ, რას აკეთებ, რას იქ, მაი ეს მადლი მიღებული. განავრცო და არ გაფლავ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს ეკლესიისთვის. ძალიან ბევრი ცდება. დაშვება თუნდაც იმ ფაქტისა, რომ შეიძლება ცხონება ადამიანისა მაცხოვრის გარეშე არის წარმოუდგენლად არასწორი აზრი. მაცხოვრის გარეშე ცხონება არ არსებობს. თუ ადამიანს აქვს მასზე აღბეჭდილია ადამიანის ცოდვა,
თუ ის არ წაიხოცა ნათლობით და ნათლობას აქვს ორი ფორმა წყლით და მოწამეობით სისხლით ის რჩება ადამიანის ოდვაში როგორც ადამი დაშორდა 60 დღეს ისიც დაშორებული არის ღვთის სასუფეველს ღმერთმა ჩვენ სინანულე მოგცეს ჩვენ ახლა მარკვის კართან მდგევართ აი შეიღო მოღვაწეობის კარები ჩვენ დღეს ადამიანები უნდა ადამიანს დამემსგავსოთ რომ შენ შეძლოს საკუთარი თავის გონების, სულის, გულის და ვნებების მართვა აჯობო შენს ნდომას, შენს მანკიერებებს და იქცე ნამდვილად ღვთის შვილად. ღმერთმა ამის ძალა უნარი მოგცეს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგვიგებთ.